არა. ვერც გასულ. ახ ჩარო ძარ დაყვა. ანუ ბიჭო, შევჭამე ხა თავი გამანდები. მე არ ხდება რა. პლასტერი კიდე არ მინდა შევიდა ის წეგმა იყო, ამიტომ ეს ფაილი შევკრა მაგალითად. ალბანია ვინაც გამოიხა ფეთოში. რავი, სუდადიონე. ვაი, კადროზე მოიწნიკო. კადროზე დავშვი. დავაგერტი. დავაგდები ორე. იარაღები ხო ავიღო ხო შეიძლება ძმაი. აი. ეს მოტო სად დაგვიდგა ძმა? ვოკალი. მოტო გაიწი, მოტო. აყენო. ვიდი. გადმოტრალები ინდივიდს გავაწეყილე. გავიდა. კაი, სხვა სავაყენო. აყენო. ტაქტიკური ქონდა მოსწავლე. აყენო. გადმოტრალები ინდივიდს გავაწეყილე დახმარებას. კაი, წადი, ეხმერწები არ მაშინ იცავი, წადი. გავხდიზი პაკეტი ჩაყრალი უყევთ და არა. მე არ დაგვარდი. ახე რა. გადმოტრალები ინდივიდს გავაწეყილე დახმარებას. ისე რომ ერთი მინახა ვერა. მაიც აბა მეორეზე თვაყენდება. გადმოტრიალებ, მოდის ეგ. ეს აყენი. ეხლა ვინ არ გავაჩნდეს ხო? დავიკითხა მასალა. მანქანას ვაუყანე. მოიცა მოვიყვანო მანქანა. დეპარტამენტში დავიდეთ ხო? აი და მოვიდე. ეს კაია ბავშვი თოყრებს მასალე. აუ ვაღება კერც კერს ჩავსვამდი და დეპარტამენტში ხო? შენ გაკადვაკეთე თოყარის სოფლება ასავი გაქვს რომელი სოფლება ასავი გაქვს ერთი ზარის განხორციელების გესწრაფი შეგვიძლია. კი. კაი, ადვოკატს 20-ს მიიღუცებ. რამდენი ხანი მსვათ? 20-ს მიიღებ თუ არა? კი. ადვოკატები არ არიან კაროჩი რა ჯენა დახურულია, გაყენულია. კაი, ეხლა გავიჭირთ ისევ თამაში დავლიეთ. მომისმინე ეხლა. ბატონო. ეხლა რასაც შენ თქვია თუ მე მომაწვდი საჭირო ინფორმაციას, ჩავკიდებ ინდივიდუალურ დოკუმენტებს მართლებით. ბატონო. გამიშვებთ? კი. გაგიშვებთ არა, ანუ ნახე, ციხეს ჩვენ უნდა ჩავწოდოთ 10 წელი. მაგრამ თუ გვეტყვი ყველაფერს, შეგისუფუდება ყველაფერი, ხო გაიგე? აუ, ჩემი 10 წელი. არა, 10 წელი კი არ გიშვებ, მომისმენე? შენ თუ ეხლა მომიყვები რამე საინტერესო რაღაცა, სადაც გავგვადგება ჩვენ პოლიციას. გაგიშვით ძალიან ცოტა ხნით. ამის პირველ ხაზზე მე. ხო გაიგე? ვაფშე გამიშვათ? ვაფშე ვერ გაგიშვით სამწუხაროდ. გაუშვებ ინდივიდს ხელს, ანუ რა გითხრათ? როგორ? ანუ რა გითხრათ? ყველაფერს გაიგებ ბოლოში, გავიკეთებ ერთ ხეთასმანებს დავიწყებ ინდივიდის გაჩხრებას. ინდივიდის აღმოჩნდა არაერგულარული ტყეები კი ბატონო, ჩამოვართ მე ყველა საბუთები რომელ ჯიბეში გაქვს. უკანა მარცხნა ჯიბიდან გამოვარდნო საბუთებს რა დავუვარ. გევუშჩინჩო, კი ბატონო. დაუბნებ საბუთებს ლიცენზიები რომელ ჯიბეში გაქვს. უკანა მარჯვენა. უკანა მარჯვენა ჯიბიდან გამოვარდ ლიცენზიებს, გადავავლე თვალს, დაუბნებ ის ლიცენზიებს. კაი, ახლა მომისმინე მე ხა შეხსი ხელბორკილებს. ხო. და ნიღაბი მოიხსენ. ახლა. ტაქტიკური ქავიდან ამოვიღებ ხელბორკილების გასაღებს შევუხსნით იმით ხელბორკილებს, მიდი მოიხსენ. ტაქტიკური ქავიდან ამოვიღებ ხელბორკილებს, დავადებ ინდივიდს, გაჩერდი, შეტრიალდი. ჩავკიდებ ინდივიდს ხელს, წავიყვან ჩემს მიმართულებით. კაი, ახლა და გაყენებ. ხო. გავუშვებ ინდივიდს ხელს, შემოწმდი ჩემსკენ. მოკლედ ეხლა მე შენ აქ დაგისვამ რამოდენიმე არაოფიციალური შეკითხვას. კი, მაგრამ ვერ გონძლებდა მომხსენით რა, რამის მართლა არ გავიქცევი. არა, ნახე, ეხლა მაგის ეგ არ შეგვიძლია. ხო, კარგი. მომისმინე ხა დაგისვა რამოდენიმე არაოფიციალური კითხვა და გამეცი პასუხი. კარგით. კი ბატონო, რა გესახებოდა საჩუჩუბანში მაგაზი გამეცი პასუხი. სადა?
საშიშ უბანში რა გესაქმებოდათ მეთქი. აი, თქვენ ვინც გაყრიდეთ ხა? ხო, აი, მაგენთან მინდა და დალაპარაკება და მაგენმა გამიშვეს. კი, და მაგ პიროვნების იცნობთ? არა, სიმართლე გითხრათ, მართლა არ ვიცნობ. ანუ მარაბუნტას ხო უნდა და გამესაუბრა. მარაბუნტა ვინ არის? მარაბუნტა ვინ არის? მარაბუნტა არის საშიშ უბანის წევრი. ანუ დაჯგუფებაა მარაბუნტა. ხო. როგორ გამოიყურება დაახლოებით? არა, არა, მარაბუნტა დაახლოებით როგორ გამოიყურება არ იცი? კი, ცისფერია რა, ცისფერია. გასაგებია, მაგათ უფროს თუ ყავთ. დიახ, მიდაიყავთ, მაგრამ მე არ ვიცი. ანუ უბრალოდ უნდა გამელაპარაკებო, მაგრამ რამე საქმეა საშიშ უბანში და ჩვეულებრივად მინდოდა რა. ანუ გასაუბრება მინდოდა და ჩვეულებრივად გამოვედი უბრალოდ. ჩემ მეწყვილებს ვინც მანქანებში მიეძი და ვეუბნებოდი რომ იარაღები რატომ მოგაქვს და მეც დამიგდეს. და მეუბნებოდნენ რომ ეს ვოლები შეგხვდება და რაღაც. მომისმინე, შენი ანებს იარაღი საიდან ქონდათ? ჩემი ანებს იარაღი საიდან ქონდათ? დიახ. არ ვიცი, მათ ქონდათ, ჩანთაში ქონდათ, ამოიღეს და დამიგდეს იარაღები. საიდან იღებენ ამ იარაღებს ხო არ იცით? ანუ ხან ყიდულობენ, ხან ვიღაცა აძლევს რა. ანუ ვიღაც სადღაც ყიდულობენ. კაი, ეხლა ნახე, შენ რა ლეგალური ბრონები და რაღაცები ქონდა და იარაღებიც. გვესროლე ჩვენ. დიახ. მე ეჭვის საფუძველზე მგონია რომ შენ ხარ კრიმინალი. კრიმინალი? ბალასების. როგორ? ბატონო? ბალასები ვინ არიან? ბალასები არიან? აი ახლა რაც მაცვია. აი მაგენი არიან ბალასები. მე უბრალოდ ვარ მაქა, ცოტა გამხიარდე რა. ანუ დაჯგუფებაა რა მიბე ბალასები? დიახ, ბანდა არის. ბანდა? ხო. ანუ კრიმინალები არიან, ასე როგორც თქვენ ამბობთ. კრიმინალური, ცოტა კრიმინალი, ცოტა არ ვიცი რა. კარგით, როგორც თქვენ ამბობთ, ეგ ბალასები, კრიმინალები. ბატონო? როგორც თქვენ ამბობთ, ბალასები, კრიმინალები მეთქი. რა საქმეობენ შტატებში? ანუ ხან პოლიციელებს ვეხმარებით, ვეხმარებით რა, ხა ვიღაცა ანუ პოლიციას როგორ ეხმარები მესოლი წეგანდა? არა, მე ხო რატო გესვოდით, იცით? მე მეგონა თავის დაწვა, მე მეგონეთ ალბენიელები რა. ვინ? ალბენია. ალბენია ვინაა? ალბენია არის დაჯგუფებული მაფია. ფრანცია. როგორ გამოიყურება ეგ, როგორც თქვენ ამბობთ ალბენია? ფორმა მაქვს და თუ შეიძლება ჩავიცვო. არა, ნახეთ, უნდა მიხათ ფერი რა, რა ფერის არის, ხო. თეთრი რა, ხო, თეთრი. თეთრი ფერის დასწრელი აცვიათ. დიახ. ეს ვინ არის ბატონო? არ და შეიძლება ხო? ხო და USSR-ის აგენტი ვარ და იქნებ ყურადღება მომაქციოთ კაცო. აურძანდი, საკითხვა მიმდინარეობს, ზემოთ და მოგაქცევი ყურადღებას ბატონო. მიღება არის? დავშვი, არ წახვიდე ასეთ აგენტონო. მიღება არის? არა, მომისმინე, კა, შემდეგი კითხვა. დიახ. ანუ თქვენ როგორც ამბობთ, თქვენ ხართ კრიმინალები დაჯგუფება. ზებალას როგორც გავიქი, ხო? ხო. კარგი, შემდეგი კითხვა რა შემდგომარეობს? დიახ. თქვენ დაჯგუფებას ლიდერი თუ ყავთ უფროსი? დიახ, ყავს. სახელი გვარი თუ ითით ლიდერის? არ ვიცი, მე შემოვედი ამ ფრაქციაში. და გაგებაში არა ვარ, საერთოდ სახელი მითხრეს იარაღები მომცეს, ეს როლი ხალხზე. კაი, მომისმინე. ბატონო? ეხლა რო შეგიხსნა მიხეილ ბორკილები? დიახ. და ტელეფონში გადაამოწმო ლიდერის სახელი გვარი შეგიძლია? არ ვიცი, კი მეგით. კაი, შეტრიალდი. ტაქტიკური ქავით მოვიხდი ხელბორკილების გასაღებს შეუხსინდი ხელბორკილებს. მივიდი აბა ნახე. ნახა. აგენტონო აქ დარჩი თუ შეიძლება მოვურძანდი თქვენ მოქალაქე გისმით. ბატონო ჩემო, მე ბრძანდები დადოს ვერაძე, ვარ USSR-ის აგენტი. ნახეთ აბა, ვინ არის? არ ვიცი, არა, მე ვერ ვეძებ რა. ვერ ეძებ? ბატონო ტატო. ანუ რა ვერ ვეძებ რა ახლა. ვაფშე არა მაქვს რამის. უბრალოდ პირველ რანგზე ვარ, ახალდაბადებული ვარ, როგორც პირველ რანგზე ვზანდებით, ესე იგი თქვენი არის, დავკავშირდებით და ვერ კითხავთ ვინ არის? ვის? თქვენ კოლეგებს ერთად მაინც ნახავ ყოველ შემთხვევაში. დავკავშირდებით ტელეფონში. და რომ კითხოთ ვინ არის? რაც მეც გვიპასუხებ, მით შეგიმსუბუქდება. არა, კი ბატონო. კარგი, მოქალაქე. ერთი კითხვა შეიძლება? რა თქინდეთ ლიდერი, თუ შეიძლება რომ ლიდერი თქვინდა? ხო, კა, შეტრიალდი და გეტყვი. ტაქტიკური ქავით და მოვიხილავთ, დავადებ ინტივით. შემოტრიალდი? ბატონო? უფროსის სახელი მაშინ გჭირდება?
როგორც ჩვენ ამბობ, დაჯგუფება ბალასი. დიახ. თუ ყავს ლიდერი, ან უფროსი. ხო. უნდა გავიგოთ აუცილებლად მისი სახელი გვარი. რომ ამით თქვენ დაეხმაროთ პოლიციელებს. პოლიციელებს? დიახ. ითანამშრომლოთ და შეგამსუბუქდებით. კაი, მომისმინე. შემოსწორ რაც მინდა ვაგირა, მალე კაი, მომისმინე. კაროჩ. ეხა მაგიდაზე რომ გავშალო მე რუკა. დიახ. დაახლოებით მეტყვი სად არის თქვენი? ვაფშე საერთოდ ბაზა გაქვთ თქვენი, სადაც ეკრიბებით. რესპი რა არის? ადგილის ბარობა? ხო. კაი, მომისმინე ხა, ახლა გავშალო მე რუკა. დიახ. მიახლოებით მეტყვი სად მდებარეობს თქვენი ბაზა? გაშალეთ და ნახდება. კი ბატონო, მოიცადე ორ წამს. რა გავიდა. ბიბს. კარგი, მობრძანდი. ჩავყიდები დივიწყოს. ბავშვები დივიწყოს. ნახეთ დეტექტივი რა მაგარია. შეჭა. ვერა? აი ეს ინფორმაცია მოგვაწოდა რა. ეხა შენ აქ ვერ ხედავ? თანამშრომლობ შენ. აქ არაფერი არ. აი აქ არის სენდვიჩი. კაი, აქ ნამდვილად არის 20 მიიღებ. 20 მიიღებ. 20-ს მივიღე. 20 მიიღებ. რა არის? ანუ მიიღებ კი თუ არა? 20-ი რა არის? 20-ს მიიღებ კი თუ არა? კი, რა ვიცი, კი. კაი. არ ვიცი. აგენტო შენ მიიღებ? კი, კი. კაი, მომისმინე. ბატონო. ეხა აქ უნდა ვითომ დევს რუკა კაროჩე რა, ანუ ხო. მართლა ხوار გავშლი. ხო, ხო. და როცა გეტყვი აქ დევს თუ არა რუკა, მე თქვენ დამითხრა კი, ნუ დამთანხმდე. გასაგებია? კი. კაი. კაი, გადავიდეთ თუ თამაში. კაი, მომისმინე. დიახ. აქ დევს ეხა რუკა, ხო ხედავ რუკას? კი, ხედავ, კი. კაი, ეხა დაახლოებით დააკვირდი რუკას და მითხარი სად მდებარეობს თქვენი ბაზა. ეტან შეიძლება კითხავ როგორ თქვა მაგიანო. 20-ს მიიღებ? კი. შენ მიიღებ? კი. კაი, შეხედე, ხო გახსნი ხარ რუკას ესკეიფით? დიახ. ანუ ხო არის იმაზე რა ქვია, ბალასების ისა ქვია, თავის ქალა. ხო. იასამნისად. დიახ. მაგის ქვერდზე მახლობლად რა არის ამით დიდი შეგრომა თუა მაგით მიმანიშნე. ან ბენზინკალონკა თუ ან მაღაზია რამე. კარგი, კარგი. აი და მოვიდე 1 2 3 გადავედით თამაში მიდი გისმენ. დიახ, გეტყვი. ანუ რამე დიდი შენობა თუ მდებარეობს თქვენს ბაზასთან რომ მივაგნოთ მარტივად ხო გამიგეთ ის გამიგე. ერთ წამით რაღაცას დავწერდი ხუთზე. დიახ, ელოდებით. აი 16-19 ბენზინთან ახლოსაა რა. ბენზინი გასამართლად თქვა? ხო. კარგი, მადლობა. ავიღე რამდენი ხანი სვამთ? კი ბატონო, ხა იმოგაცოთ ყურადღებას დამილოდე. კაი, ტაქტიკური ქონა მომიღებ ხოლმე დავადებ ინდივიდი, შევკიდებ ინდივიდს და სავიღან ჩემს შემთხვევით. რამდენი ხანს? როგორ? 2 წელი. დიახ, როგორც შეგვიდეთ. მაგის 2 წელი. ვაფშე გამიშორტო შეიძლება. მაგის გარანტია ხომ მოგეცი? ანუ მართლა, ვერ გაგიშვებ გესმის? არ შეგვიძლია არ მაყოფილება მაგის. ფურცელზე დავწერე რა ეგენი რაღაცები და ვიდეოშიც არის ეგენი. როგორ ამბობს ვიდეოშიც ჩანს და ფურცელზე ჩავიწერე აქ რაღაც მაგალითად. всё. კაი ბიჭი. მადლობა. ნიკო, ჩაიწერე ყველაფერი. კი, ფურცელზე დავწერე ყველაფერი. რესპის ადგილი და რაც მითხრა მოკლედ შემოკლები დავწერე რა. კაი ბიჭი. გასაგება დავწერე და ვიდეოშიც
რა ხდება აქ?